დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა ძალიან საინტერესო სიახლეებთან დაკავშირებით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, შემდეგ უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გავაჟღერეთ, ეხებოდა ტრამვაის დაბრუნებას დედაქალაქში. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოაცხადა ტენდერი. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელ საპროექტო სახარწაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენას და, რა თქმა უნდა, პარალელურად სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას. ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კილომეტრი, სადაც განთავსებული იქნება პროექტის ფარგლებში 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს თვითონ დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10+1 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციისთვის. დეპოში ასევე აშენდება მთავარი და დამხმარე საგანგებო საევაკუაციო გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, სერვის ცენტრის შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები. კატეგორიზაციის მიხედვით მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი. პროექტის თვითონ ხანგრძლივობას რაც შეეხება, მას შემდეგ რაც ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, ტენდერი უკვე დეკემბერში უნდა გაიხსნას და დეკემბერში იმედი გვაქვს, რომ ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში და უკვე როდესაც გვეცოდინება თუ ვინ არის კომპანია, ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, მას მიეცემა 36 თვე იმისთვის, რომ მთლიანად პროექტი განახორციელოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. გარკვეული წლების შემდეგ დედაქალაქს უბრუნდება ტრამვაი, რაც ვფიქრობ ქალაქისთვის სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ ტრანსპორტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ეს იმედი გვაქვს, რომ არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, პირიქით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტი განახორციელოთ დედაქალაქში. თბილისი ძალიან უხდებოდა ტრამვაის საჭირო და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, უამრავი გზავრის გადაყვანა ხდებოდა აღნიშნული ტრამვაით წლების წინ დედაქალაქში, თუმცა დღეს კიდევ უფრო მეტი ამის საჭიროება არის ქალაქისთვის. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ასევე სხვა მიმართულებებითაც გაგრძელდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალაქში დაგეგმილი და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია განახლების სამუშაოები დაასრულა. ჰექტარზე მეტი ტერიტორია არის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა და ყველა შესაბამის საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები, ატრაქციონები, ასევე ადაპტირებულია ყველანაირად შუშუმოპირთათვის. მოეწყო განათებისა და სარწყავის სისტემები, განახლდა სატრენაჟერო სივრცე, ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება, დაემატა ახალი ხელმძენარეები, ყველანაირად მოწესრიგებული გამართული ინფრასტრუქტურა გვაქვს აღნიშნულ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში, რაც ძალიან კარგია, მინდა საბურთალოს რაიონის
გამგეობას თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ არა მხოლოდ საქალაქო მნიშვნელობის პარკებს, არამედ უბნების დონეზე ყველა რაიონში გვინდა შევიდეთ და იქ არსებული მწვანე რეკრეაციული სივრცეები მოვაწესრიგოთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვიდნენ, დაისვენონ, ივარჯიშონ, გაერთონ და ასე შემდეგ. გარდა აღნიშნული პროექტისა, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, ასფალტის საფარის დასაგებად მომზადებულია საფუძველი, მისამართზე ასევე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელიც, რომელიც ტერასულად აშენდება. ამ ტიპის სამუშაოები კონკრეტულ მისამართზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირველ რიგში უსაფრთხოდ იყოს იქ მცხოვრები ადამიანები. თვითონ სამუშაოებს, როგორც გითხარით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს. მინდა მადლობა გადაუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, გამგებელს, თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის. დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ რაიონების მიხედვით სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, დაგეგმილი გვაქვს, როგორც გითხარით, გამწვანებითი სამუშაოები, ყველა მიტოვებული თუ სარეაბილიტაციო არეალი გვინდა ავითვისოთ, მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა დამჭერი კედლების მშენებლობა, აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რა თქმა უნდა, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება ყველაფერი გათვალისწინებული. გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ტიპის პროექტები ჩვენ დავიწყეთ მუხიანის აგარაკებზე, სადაც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. მთლიანად ხდება აღნიშნული არეალის მოწესრიგება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, ყველა იმ სამუშაოებზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და რომლის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. ეს იყო რის თქმას მინდოდა, მეგობრებო, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე დღესაზრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.